გვაქვს სხვა გზა. რესტორანში გავაკეთე. კარგი. დავხუროთ თენგო რესტორანი რა. ერთი ნორმალურად გავერთოთ ჩვენც რა. ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის. ჰა? რა ვიცი, რესტორანი კი კაია ესე, მაგრამ იმდენ ხალხს ეხუმრები, თან გვაქვს ახლა ჩვენ მაგდენი ფული. დედა კაკალი. კაკალი კი ველოდები საახალწლოდ კაკლიდან ჩაბარებულ ფულს, მაგრამ აი ახლა, აი ამ წუთას რო გჭირდება რა ვქნა. მე ხვალვე ნიგოს ვერ გავყიდი, ჯერ გადასარჩევია. მე ვიცი რა უნდა ვქნათ. თქვი აბა. თეკლასა და შენი ბეჭედი. რა ბეჭედი? ბებია შენმა რო გაჩუქა ის ბეჭედი დედა. ჩანთაში. გამაგეშებს ეს ბავში. გოგო, კიდე ჩანთი დაატარებ? ჰა? და რა თქინდა ჩემი ბეჭედი? თენგო. წავიღოთ ჩვენ ეს ბეჭედი ლომბარდში. ისეთი ძვირფასი ქვავს, კარგ თანხას მოგცემენ. მერე შენი კაკლით გამოვისყიდოთ. ხო, შეიძლება. კაი დედა რა ახლა ბებიის ნაჩუქარი ბეჭედია. გოგო, დედა ჩემის ნაჩუქარი რო უფრო არ გაუხარდება, აი ესეთი საქმისთვის რო გამოვიყენებთ. და კეიფისთვის უნდა დაალომბარდოთ მე ეგ ბეჭედი? ვითი ვერ გაიგო. ეს კეიფი კი არა. უფლის პირობაა, უფლის. მოკლედ, ფული პრობლემა არ გვაქვს. შვენიერი, მაშინ წავალთ ხა მე და მამა ჩემი და მოვალაპარაკებით რესტორანს. კაი დედა, კაი. ასე ჯობია. თაკო მოვედი. თაკო წასულია? სამაგიეროდ მე ვარ. ვა, ვარი. როგორ ახარ? შეიძლება ხარ. კარგად. აურამე გამიკეთე, მაგრამ ფშია რა. თაკო მოგიტანა ეკლერები და მე მოგიტანე კარალოკი. ვა, კარალოკი, ხა სხვა რაღაცები მშია, მაგრამ კარალოკი მაგრად გაასწორებს. დანამო მე. კარალოკი არ ჭირდება. დარწმუნებული ხარ? მე მგონია რომ თქვენ აქ ყირაზეთ გახართ, საქორწილო რომ ტრიალი გაქვთ. თქვენ და დაყიალოთ უბრალოდ. აი, დედა, რა ქორწილისთვის ვემზადებით, პატარა რაღაცას ვაპირებთ რა. შენ ხო იცი რომ მე შენ საქმეებში არასოდეს არ ვერევი. აი, მუბედურების დროსაც არ ჩავრეული ვარ. დედა, რა გინდა? რაღაც მინდა გითხრა, ოღონდ სწორად მინდა რომ გაიგო. თაკოს ხო კარგად იცნობ? ალბათ. როგორი მშობლები ყავს? რა ვიცი, ჩვეულებრივი ქართული ოჯახია, როგორი მშობლები უნდა ყავდეს? და-და-ძმა არ ყავს. არა. და რა გინდა? თაკოს უნდა დიდი ქორწილი. აჰა, გითხარი. რა თაკოს უნდა დიდი ქორწილი? პატარაზე ძმის დამიტახმა. რადი? შენ რა გინდა, ვალი? მე შენ ხარეს ვარ. ბრალოდ. იცი როგორ კარგ ხასიათზე იქნება და როგორ გაფეთნიერდება? შეიძლება რომ ჭამო. აღარა მოვიღე ხვას. და საერთოდ თავი. კარგი, მოიცადე. კარგი. გავაკეთოთ ეს დიდი ქორწილი, ოღონდ ჯერ მოვიდეს და დაველაპარაკო. კარგი. კარგი ბიჭი ხარ შენ. ხურმა ეს. ხურმა ჭამე ხა მე?
შემომიშვებ თუ აღარ. დალევ რამეს. მე მქონდა საერთოდ არ დამელაპარაკებოდი. ბევრი კითხვა გაქვს ხომ? კი. და მთავარი კითხვა. რატომ ატყუე? მართლა მინდოდა რომ გულწრფელი ყოფილიყავი. და ამ გულწრფელობაში გამოგრჩა რომ გეტყვა რომ ქმარი ყავსა რა. რთული იყო ამ ყველაფრის ახსნა. და გეცადამე. მე რო იგივე გამეკეთებინა. მიფიქრია მაგაზე. მერე? ძალიან მეტკინებოდა გული. მადლობა. მითხარი ზუსტად რა გაინტერესებს. ჩემგან რა გინდა? ვინ ხარ? ან ქმარი თუ ყავდა, რატო არ მითხარიდო? რამდენიმე წლის წინ ჩემ ქმარს ხერხემალი დაუზიანდა. მასთან ერთად ტვინის გარკვეული უბნები. მას შემდეგ სრულიად პარალიზებულია და ლაპარაკიც უჭირს. შენული? ხო. მისი მიტოვება ამ მდგომარეობაში არ შემეძლო. მასთან დაშორება არ შემიძლია. რა მოხდა? ავტოკატასტროფა. ჩვენი ქორწინების 5 წლის თავი. კაი იყო, ძალიან კაი იყო. მადლობა. მე დავჭდები საჭესთან რა. მართლა? დასწრებული ხარ? არ მედობი? ხომე. სიურპრიზი გამიგეთ. და რომანტიკულ ვახშამზე წამიყვანა. ხანდახანაც ამიყურებს. გრძნობ როგორმე დანაშაულებს. დარწმუნებული ვარ, რომ მალე გამოჯამრთელდება. ეგ მხოლოდ ვარაუდია. ისე შენი აზრით ენდომებოდა, რომ ისი საყვარელი ადამიანი ასე ენახა, როგორ იტანჯებოდა მის გამო. ალბათ არც ის ენდომებოდა, რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფილა. რასაც არაფერი არ ეშველება, იმაზე არ ღირს ნერვიულობა რა.
წარსული წარსულში დატოვე და შეეშვი საკუთარი თავის დადანაშაულებას. ძლიერი ქალი ხარ და შენ შეძლება მას. ბიჭო, ნათლობა. ეს რა მომიყევი ვერ ვიაზრებ ჯერ შენს მოგასწრებს. აბა მე მკითხე რა. ვეღარ გავიგე უკვე ჩემი თავი მეწოდებოდეს ირინა თუ ირინას ქმარი. ცოტა რთული სიტუაციაა რა. ო. იცი რა მითხარი? შენ გინდა მაგ ქალთან ყოფნა? ბიჭო, რო არ მინდოდეს, ესე ხო არ ვიჯდებოდი და ტვინს ხო არ გავიბურღავდია რა. და პრობლემა მისი ქმარია? ბიჭო, პრობლემა არის იდეაში სიტუაცია რა თვითონ რა. ახლა ესე როდემდე უნდა ვიყო რა. რაღაცა სერიოზულზე ხო შეიძლება დავფიქრდე მეც. ვეღარ გავიგე ახლა. მე და ირინამ თავის ქმარს ბიჭო ერთად ხო არ უნდა უვაროთ რა. და მაგრამ ევასება. და მოდი რაღაც გეტყვი რა. აი მომავალში რა მოხდება და როგორ იქნება. ცოტა ხანი რომ დაიკიდო და მიყვედინებას. მე ეს დინება სადმე მიყვანს რა. აცადე და ნახავ რა. ანუ შენ თუ გინდა მაგ ქალთან ყოფნა იმის გამო რომ კარგი ადამიანია და ქმარი არ მიატოვა. დათქმი რა კაი მომენტებით და ტკბილი მოგონებები მაინც დაგრჩება ბოლო-ბოლო. ხო? ხო რა, არ გინდა? როგორ არ მინდა? მაგრამ რაღაც მეკითხები მაშინ. მოდი ირინას გავუმარჯოს. გაუმარჯოს. ან ხო პატარა სახლია, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელია. ხო იცი რა არის, რაც ვნახე პირველი ის ვიქირავე და მე რომ ვნახოთ ალბათ რაღაცა სხვას მოვძებნი. მეც აიყავი გავაღებ. მიმოსულა? ასახით. მე არ მკითხა. რა მოხდა? მაჯაყჯაყა მინიმენის ფხომა რომ მართლა არ მეკონდა ჩამოვაღწევდი. კაი, რატო? რა ვიცი, რატო არ იცის ალბათ ტარება და იმიტომ. და ქეითი და დეივიდი? სასტუმროში წავიდნენ ეგენიც ძალიან დაღლილები. ჩემი ბარგიც მაგად გავატე. რა ქნა იმ ვახოს, ხო არ დაურეკავს? არ დაურეკავს. ჩაი ყავა რომელი გინდა? არც ერთი არ მინდა, რა მინდა რომ დაჯდე რაღაც სალაპარაკო მაგ თქვენთან. რა ხდება? რა მოხდა? მშვიდობა? თან კი თან არა, თქვენი პასუხით უფრო გავიგებ მშვიდობა არის თუ არა. კაი, მოგანერვიულებ თქვი ახლა. რაიმე, რა მოხდა მართლა? ხო, ალბათ ჯობია პირდაპირ თქვა. რაიმე, თქვი, რა მოხდა? მიდი. შეყვარებული ვარ. მართლა? აი, ხო ვიცოდი. მეც შეყვარებული ხარ თუ შეყვარებული ყავს? შეყვარებულიც ვარ და შეყვარებულიც მყავს. ხო, ოღონდ არ თქვა ვინ არის, გამოვიცნობ. ვითომ? ხო, ზუსტად ვიცი. მეც რა გამოვტოვე? შენ რა ვიცი? ის დევიდი თუ დეივიდი ხარ? ეგრევე ვიქხვდი მცხეთაში, თან ისეთ ამბავში იყვნენ ვერ აღიქცე. არა. რა? თავიდანვე არასწორად წახვედით. შანსი არ არის კარგი რა. აი, აბა ვინ არის? კაი, გამოტყდი. კეითია. რა კეითი? რა კეითი? არ ვიცი, ეგრე მოხდა რა. გვიყვარს ერთმანეთთან. არც თუ ისე ცოტა ხანია.